მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გადავწყვიტე თქვენთვის გავაკეთო და ჩემთვისაც ალგორითმი გამოჯამრთელებას. ეხლა ვარ ცოტა გაციებული და მინდა გავაკეთო ესეთი ალგორითმი, რომელიც ამ სიტუაციიდან გამომიყვანს. მომცემს მე ბევრ სასიცოცხლო ენერგიას და ჩემ სივრცეშიც გავიდა, რადგან ოჯახში ყველა გაციებულები ვარ და მე მგონი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეხლა არის ესეთი სეზონი, ასე ვთქვათ, გაციებების და ცოტა ცუდი ამინდები გქონდა და გამოიწვია ჩვენი გაციება. მე აი ამ ფუცელზე შევასრულებ და უკანა გვერდზე პირველ რიგში ვაკეთებთ თემის აქტივაციას, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი სამუშაო პროცესისთვის და ამას გავაკეთებ ტალმით და დავწერ თემის ერთ სიტყვას, მერე ტაიმერს ინიშნავთ და 2 წუთის მანძილზე ვწერთ 25 სიტყვას, 22 როგორც მოვწერე და ეხლა უკვე გადავალ თავად ალგორითმის გაკეთებაზე. და ნახეთ ჩვენ, ესე იგი, ახალი ალგორითმების აღმოჩენის და გაკეთების გარდა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავაკეთოთ ის ალგორითმები, რომელიც უკვე ვიცით და რომელსაც უკვე ვიყენებთ. და გვაქვს ესეთი ალგორითმი, ნეიროატომი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეხლა ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საკუთარი ენერგია და გავაერთიანო აი ამ დადებით რწმუნებულებებთან, რომელიც ჩამოვწერთ. ხატვის პროცესში აღარ ვისაუბრებ, პრინციპში ნეიროატომი როგორ კეთდება, ამის ვიდეო მაქვს, მხოლოდ ამას ავხსნი ამ ვიდეოში და შემდეგ უკვე ხატვის პროცესში თქვენ თვითონ დაინახავთ, როგორ მუშაობთ. ვინც ახლები ხართ, მათთვის ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას, რომ აი ეს ნივთები აქ იმისთვის დავაწყერო, გაჩვენოთ კიდევ ერთხელ, მინდა რომ ყველა ვიდეოში აღნიშნო ეს ლაიფჰაკი, როგორ გააკეთოთ სწორად თქვენი ნეიროხაზები როგორ გაავლოთ და ცოტა ხანში ამას გამოვიყიდებ ჩემს ლამაზ ბეჭედს, რომელიც მაჩუკა არაჩვეულებრმა იუველირმა უნდა აღნიშნო ეს ბიჭი აქ, გაინტერესებთ ჩაგიგდებთ მის ლინკსაც. ეს ეხლა არის ძალიან ლამაზი ნამუშევარი, მაგრამ ეს ბიჭი აკეთებს რაღაცა იაპონური ტექნიკით, აი საოცრებებს, რომ ნახოთ გაგიჟდებით. კარგი, მოდი დაუბრუნდები ჩემ ჯანმრთელობას და აი აქ გავაკეთებ შუაში ნეიროატომს, მე მინდა რომ ჩემი ჯანმრთელობა იყოს ჩემი სივრცის ცენტრში, ანუ ჯანსაღი სხეული. ჯანმრთელობა არ თქვათ ხოლმე, მაინც ჯობია ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. იმიტომ რომ წაგიღებთ გამოჯანმრთელებისკენ, რაღაცა შეიძლება ესე კიდე წარმოიშვას რაღაცები, რაც მოითხოვს მე ჯანმრთელობას, ხო, გაუმჯობესებას. მოდი გავაკეთოთ სხვა. გავაკეთო რომ მე მაქვს ჯანსაღი სხეული, სასიცოცხლო ენერგიით სავსე სხეული. და ეს ენერგია ჩემში მუდმივად შემოედინება, მე მას ვამუშავებ, ვაძლიერებ და ჩემ სივრცეშიც ვავრცელებ, მთელი ჩემი სხეული არის აი ამ ძლიერი ენერგიით სავსე. და აი ასეთ ატომს გავაკეთებ ეხლა. აი ასეთ ნეიროატომს გავაკეთებ. მეგობრებო, თუ წრე არ გამოდის, მაგალითად, თლად წრეს თუ არ გავს, ამან არ დაგაღონოთ, იმიტომ რომ ამ წრეს ჩვენ ყოველთვის უკეთებთ ნეიროგრაფირებას და საერთოდ ნებისმიერ ფიგურას უკეთებთ აქ ნეიროგრაფირებას, ამიტომ დიდად თქვენ მუშაობის პროცესში არ იფიქროთ იმაზე, რამდენად სუფთა წრე გააკეთეთ, ან რამდენად სუფთა ხაზები გაავლეთ სამკუთხედის ან ოთხკუთხედის გამოყენებაში, ხო? იმიტომ რომ ამას ჩვენ სამუშაო პროცესში ვამუშავებთ. აი ეს გახლავთ ნეიროატომისთვის საჭირო წრე და ნეიროატომს ეძახიან, აი როგორც პატარა ატომი, ხო, ესეთი წრე შევქმენით მისი ფორმის და შიგნით ვავლებთ უკვე წრეებს, წრეში ხაზებს, ნეიროხაზებს, რომელიც აძლიერებს აი ამ ჩვენ ნეიროატომს და მასში ამ ხაზების ჩასმის დროს ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ ჩვენი სხეულის სიძლიერეზე, ენერგიაზე, სიჯანსაღეზე, რომ მასში ეს ყველაფერი არის.
თითოეულ ატომში ჩემი სხეულის არის სასიცოცხლო ძლიერი ენერგია, რომელსაც აი ამ ხაზით აღნიშნავდა და შემიძლია ეხლავე მოუმბვალო თქვათ ეს კუთხე, მაგრამ მე ვიცით, რომ გადაკვეთის კუთხეებს აუცილებლად მოვამკვალებთ, ხო? აი მაგალითად ეხლა გავავლებ სამყაროსგან შემოსული ენერგიის ხაზს ჩემს, აი რაც აღნიშნავს ატომში და აი აქ გადაკვეთა მაქვს, ხო? გადაკვეთაში ამას ვამკვალებთ. ვხატავთ მარკერით, განსაკუთრებით ეს ეხება ძირითად ხაზებს, მეგობრებო. და ისედაც ფერებით სასურველია მარკერით გაკეთდეს ტექსტის ამომყვანი მარკერებით და არა ჩვეულებრივით. ჩვეულებრივ მარკერს ვიყენებთ შავ ფერს, ლურჯ ფერს, წითელს, ანუ ერთ ტონში ვაკეთებთ ძირითად ნახატს და მერე როდესაც გადავალთ არქეტიპირებაზე,აფერადებაზე მარტივი ენით რომ ვთქვათ, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექსტის ამომყვანი მარკერები და ასევე შეგვიძლია ფანქრები გამოვიყვანოთ თუ არ გვაქვს მარკერები. და მე კიდე მინდა აქ დავამატო ხაზები ჩემთან. ჩემი განწყობა, მაგალითად, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თქვათ რაღაცა შეგვეყრება ღმერთთან უკნას, მაგრამ მაინც განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემი ოჯახი, როგორც ჩემი გამაძლიერებელი, ესეც მინდა აქ მოვიყვანო. რესურსებს ვწერ ხო, სხვადასხვა რესურსებს ვავლებ ხაზებად აქ. თუ მაგალითად თქვენ მოინდომებთ, რომ გააკეთოთ შექმნათ ალგორითმი, თქვათ სხვა, უფრო ლამაზი, დიდი, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ფორმატი ამისთვის, რომ დიდხანს ხატოთ. ასევე ხა ჯანმრთელობისას, თქვათ, ახლა ამ გაციებაზე ვაკეთებ და რაღაცა ესეთ ჯანმრთელობის თემაზე უცებ მინდა რომ დავამთავრო დღეს და პატარა ფურცელზე დავხატა, მაგრამ არის ალგორითმები, მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობაზე შეიძლება დიდ ფორმატზე გააკეთო, იქ სხვადასხვა რაღაცა ჩადო, ანუ რამოდენიმე ალგორითმი გააერთიანო, დიდ ფორმატზე ერთად გააკეთო. ამას როდესაც გავაკეთებ პრაქტიკებს პარტნიორულ ურთიერთობაზე დიდ ფორმატში გავაკეთებ და გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ერთ ფორმატზე ბევრი ალგორითმი ჩართოთ, იქ იქნება სხვადასხვა საფეხური, მაგალითად, პარტნიორის მოზიდვაზე, დამუშავება ურთიერთობა უკვე არსებულ პარტნიორთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა არ გავჯანჯებდები და მოდი გავიტან ჩემ აი ამ პატარა უჯრედიდან ატომიდან კიდე სხვადასხვა რაღაცეებს დავხატავ აქეთ გარშემო და დავაკავშირებ ერთმანეთთან. აქვე ტექსტითაც შეგიძლიათ ჩაწერო ჩემი ნეირო ატომი, ვთქვათ, რას ეხება, ჩემის პირუ გამოვიყვანო ისევ, გაჯანსაღება, სხეულის მივაწე. და მოდით ახლა სხვადასხვა კიდე დავამატოთ რესურსები, რომელსაც შეუერთებ. შეგვიძლია მივცეთ წრეს ფორმა და აქ ჩაწეროთ თქვენი რესურსის სახელი. ეს შეიძლება იყოს გარე რესურსი და შიდა რესურსი თქვენი. ნუ აქ არის თქვათ რა მეხმარება. ოთხკუთხედს გავაკეთებ, იყოს სტაბილურად მიმდინარეობდეს ჯანსაღება და ისე დავხატე ეს ოთხკუთხედი, რა ცოტა აი ეს წვერი არის ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი, ამიტომ აქ გავაკეთებ აქცენტს. სტაბილურად კარგი ჩავწერ. აქ თქვენ შეგიძლიათ რომ ამ პატარ-პატარა დამხმარე ფორმებში, რესურსებში ჩაწეროთ თქვენთვის როგორ ფიქრობთ თქვენ, დაფიქრდით რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ან გამოიყენოთ ის რაც აქეთა გვერდზე გვაქვს გაკეთებული უკან, ხო? და ტექსტში კიდე რამოდენიმე წრე დავამატოთ. თუ მოვაკვეთაში არაუშავს პირიქით, ესე იგი რაღაცაში საჭიროა ეს კვეთა.
გამექცა აზრი რა უნდა ჩამეწერა საუბარში. იყოს მოდით ვარჯიშიც, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ თუ ვარჯიშობთ, ცოტა სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებ, მაინც ეს მერე გეხმარება, რომ შენი ორგანიზმი იყოს ჯამრთელი და ჯანსაღი, ან სეირნობა, მაგალითად, რაც ხშირად გვეზარება და ძალიან კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის, დავწეროთ ფეხით სეირნობა, ჩემთვის ეს კარგია. ვარჯიში შეგიძლიათ თქვენ აქ ჩაწეროთ, ხო, ისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი. მე მაგალითად ძალიან მეზარება არ შემიძლია დარბაზში ვარჯიში. როგორ არ შემიძლია, მაგრამ მეზარება ვერ ვახერხებ და ფეხით სიარული უფრო რაღაცა ისეთი ვარჯიში არის ჩემთვის. კიდე რა, სიმსუბუქე. ეს მნიშვნელოვანია ყოველთვის, რომ სუბუქად და მარტივად ხდებოდეს ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. და მოდით სამკუთხედი დავამატოთ, რომ მოხდეს სწრაფად. ეს ყოველთვის არის სწრაფი და ძლიერი ენერგია. თუ თქვენ გაქვთ სურვილი კიდე რაღაცები, ანუ რაც გექნებათ, არ შეიზღუდოთ თავი, პატარ-პატარა წრეების და ფიგურების საშუალებით გააკეთეთ ეს ყველაფერი, ავაკავშიროთ. ეხლა კიდე რა მინდოდა მე თქვა, ფიგურებთან დაკავშირებით. ძირითადი არის, რა თქმა უნდა, ეს სამი ფიგურა, რომელსაც ვიყენებთ და სპირალიც ასევე ფიგურა არის, რომელსაც ვიყენებთ. თუ მაგალითად არ არის ნეიროალგორითმი დაკავშირებული რაღაცის ამოღებასთან, თქვა, ორგანიზმიდან, ხო, რაღაც ან წყენის, ან რაღაც იქ სხვა ფიგურებს ვიყენებთ და ამაზე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ, მაგრამ ძირითადი მაინც არის ეს სამი ფიგურა, რომელიც გამოიყენება ალგორითმში და აუღნიშნავ კიდევ ერთხელ, წრე ეს არის ჰარმონია, ოთხკუთხედი ძირითადს მაინც ვიტყვი, ეს არის ჰარმონია, ეს არის სტაბილურობა და ეს არის სწრაფი მოქმედება, ანუ და რაც სამკუთხედს ცოტა სიფრთხილით უნდა გამოყენება ფერთან მიმართებაშიც, ანუ ეს არის სწრაფი ქმედებები. ოკეი, ეხლა გადავიდეთ სივრცულ ხაზებზე, რომელიც ცოტა პატარა მინდა რომ იყოს და ავარჩევ ოდნავ პატარას. აი ასე. ვიზუალურადაც კარგით გამოვა და აი ხაზების გავლების დროს არ იჩქაროთ. აი აქ გაჩვენებთ უკვე როგორ შეიძლება რომ იყოს სივრცული ხაზი. აი ასე დადებთ ან მონეტას, ან ღილს, ან რაღაცა მგვალ ფიგურას და გაყევით მას, საითაც წავა. ის ხო თავისინებით დადის და თქვენ უკან აი ასე გაყევით. აჰათ, მოდით ახლა აქედან დავიწყებ. ჩანს კი. აი დავიწყეთ აქედან. და წავიდა სადღაცა ჩემი სივრცული ხაზი. საითაც არ უნდა გავიდეს ეს, გაყევით. ნუ ახლა მე ამ შემთხვევაში მინდა რომ აქ მოვიდე, ხო, ჩემს ატომთან. ახლა დავიწყებ აქედან. და ეხა ბეჭდი გამოვიყენოთ, ნახოთ რა გამოგვივა ბეჭდით. სივრცულ ხაზებზეც გეტყვით, მეგობრებო, რომ შეეცადეთ, გაავლოთ ბევრი, არ დაიზაროთ, იმიტომ რომ რაც მეტია სივრცული ხაზი, უფრო კარგად ეძებს თქვენი გონება, კარგ ნეირონებს შექმნის და ეძებს თქვენი გონება ახალ გზებს. მე მგონი საკმარისი გვაქვს სივრცული ხაზები, არა? კაი, აქაც დავამატებ ერთ სილამაზისთვის, რომ მე ფერებში ლამაზად ჩავსვა. მე უკვე ესეც ესთეტიურ მომენტებსაც ვაქცევ ყურადღებას და ნახავდით თქვენ, რომ დაგიხატეთ განგელოზი, რომელიც ცოტა განსხვავებულია ნეიროგრაფიკისგან და ეს არის შემდეგი ეტაპები უკვე, როდესაც თქვენ კარგად ისწავლით ამის დახატვას, შემდეგ უკვე შეგიძლიათ რაღაცა შემოქმედებითი სახე მისცეთ თქვენს ნეიროარტს, ანუ ნეიროგრაფიულ ნამუშევრებს. და ახლა დავიწყებ დამუშავებას, ანუ მომგვალებას, ესეც ვინც ახლები ხართ, გეტყვით და გაჩვენებთ, რომ აი ამ გადაკვეთის კი აღნიშნეთ ზეგან, მაგრამ გავმეორდები გადაკვეთის ადგილებს
ვამუშავებთ ორნაირად. აი ასე შეგიძლიათ რომ შიგნიდან შემოავლოთ ხაზი და ეს მერე გააფერადოთ აქ შავი ფერით. შავი ფერი ნუ შეგაშინებთ მეგობრებო. ეს მშვენიერი ფერია ნეიროგრაფიკაში. არტ თერაპიისგან განსხვავებით. არტ თერაპიაში მაინც შავ ფერს არ ვიყენებთ, მაგრამ ნეიროგრაფიკაში არის საკმაოდ აქტიური ფერი. აი თუ ცოტა სწორი გაქვთ ხაზი, შეგიძლიათ ზედვე გააკეთოთ ნეიროგრაფირებად, მოგეჩვენებათ. და აი ეს მარტივი მეთოდია მაგალითად, როგორ მოამგვალოთ. აქაც სამკუთხედსაც მოუმგვალოთ აუცილებლად გადაკვეთის ადგილებს. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ყველაფერი მოვამგვალე, აქ ყოველ შემთხვევაში შევეცადე და აღვნიშნავ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ნეიროგრაფირებას ვახდეთ, ანუ კუთხეების მომგვალებას, მაგრამ თუ კი გამოგრჩებათ, შემდეგ შეგიძლიათ რომ დაამატოთ და გაალამაზოთ ნამუშევარი. უბრალოდ ახლა არქეტიპირების მერე მაინც დიდად არ ღირს, მაგრამ თუ გექნებათ სურვილი, კი ბატონო. ახლა მოდით შემოვიტანოთ ფერი და ჩვენ შეგვიძლია ფერის შემოტანა როგორც ნაკადებად, ასევე შეგიძლიათ ცალ-ცალკე გააფერადოთ ყველა ობიექტი, ოღონდ დაიმახსოვრეთ, გახსოვდეთ უბრალოდ, ვინც უკვე ხართ ჩემთან დიდი ხანია, გეცოდინებათ, რომ ორ უჯრედს მინიმუმ ვაფერადებთ ერთი ფერით, გვერდ უჯრედებს. არ უნდა დაგვრჩეს ერთი ცალკე უჯრედი გაფერადებული. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არქეტიპირებით ჩვენ ეხა ვაერთიანებთ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან. და დაფიქრდით, სანამ ფერს გამოიყენებთ, რომელ წრეს თუ ფორმას რა ფერი გინდათ რომ ისეთ, აქ მრავალი შეგიძლიათ შემოიტანოთ და როგორც გითხარით, შეგიძლიათ ნაკადებიც გამოიყენოთ. მე ამ შემთხვევაში მინდა გამოვიყენო ნაკადები. და ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ფიქსაციის ფიგურას, გამოვყოფთ ჩვენ ნამუშევარზე და რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენი ატომი. ახეთ წრეს 40 ჯერ თუ გაავლებთ, ამ წუთას კი არა, ზოგადად, როცა წრეს ხატავთ, 40 ჯერ წრის დახატვა უკვე არის მედიტაციური ნამუშევარი. აკეთებენ ესე დიდ ფურცელზე ხატავენ 40 წრეს ფანქრით, ესე პირდაპირავლებ და ენერგია მოაქვს. აქტიურებს ენერგიას. ვამგვალებთ აი ამ ჩვენს გადაკვეთის ადგილებს და არ მოერიდოთ, წაიყვანეთ როგორც მზე, გაასკელეთ ეს ხაზები, გააკეთეთ მზის სხივები. გავავლოთ სქელი, სივრცული ხაზი, ეს იქნება ჩვენი დაგვირგვინება. შეგვიძლია გავაყოლოთ უკვე არსებულს და შეგვიძლია ახალი შევქმნათ. ისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დღეს, მეგობრებო.